1 2 3 დავიწყეთ. დღეს ისე ტიფლისის თემა მინდა გავაგრძელო. ოღონდ ერთი კუთხით ძალიან საინტერესო ხრით მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ აი ენის ცვალებადობა ეპოქისა და მიხედვით, ანუ ენობრივი ექსპანსია ლინგვისტური ესე რომ ვთქვათ, როგორ განიცდიდა თბილისური ქართული. ესე იგი დაწყებული, ესე იგი სპარსულიდან, მერე რუსულზე როგორ გადმოვიდა და დღეს ჩვენ გვაქვს უკვე სრულიად ახალი, ანუ ინგლისურ შეპარებული უკვე ქართული ენაც, ხო? აი ეს ძალიან საინტერესოა, მოდას რო ყვებოდნენ, თორსა სპარსეთი იყო დომინანტი, მაშინ სპარსული ენა დომინირებდა და შემოდიოდა სიტყვები, ისეთი რომელიც მერე სისხლოცად ესე ექცეოდა თბილისურ ენას, რომ თვითონ ძალიან გადააკეთებდასავით რაღაცნაირად და ჯაზი იყო თითქოს რაღაც ეს ლინგვისტური. და როცა იყო რუსეთის იმპერია, მერე ყველა, რა ვიცი, ამბობდნენ, ხო, რუსული სიტყვები როგორ შემოვიდა, დაწყებული სტოლს აფარია ესეთი უცნაური სიტყვებიც კი ხდება. ძალიან ბევრი რა, ხო და აი დღეს ინგლისურთანაც ეგეთი სიტუაცია გვაქვს. ხო და ნახოთ, აბა რა მდგომარეობა იყო ზუსტად 20 საუკუნის დასაწყისში, ხო, მე-19 ბოლოს. ძალიან დიდ პარალელს გაავლებთ ჩემო მეგობრებო და ჩემო ძვირფასო მაყურებლებო და მსმენელებო, დამიჯერეთ მოგეწონებათ. ქალაქის მოსახლეობა მუდამ ჭრელი და მრავალფეროვანი იყო, მაგრამ იგი ყოველთვის თავისი ენითა მეტყველებდა. ცოტა რთულია იცით, აი მიჭირს თვითონ ეს გრიშაშვილის ენით, აი მაშინ თბილისური ენით გადმოცემა, მაგას ცალკე მიჩვევა უნდა, აშკარად და მუდამ ძრახავთ ამისთვის, ხო? ეს იყო ქალაქური ენა, ქართული ენის ბგერაში ხშირად ისმოდა არაბულ-სპარსული, სომხური სიტყვები, მაგრამ ეს სიტყვები ყოველთვის შესიზღვრწებული იყო ქართული ენის ცოცხალ გამოთქმასთან. თბილისმა ფრთხილად მოანარუქა, ჯერ ნახეთ როგორი სიტყვებია, ხო, აი მოანარუქა. ესეც ალბათ გადაკეთებული სიტყვა უნდა იყოს შემოსული ან სპარსულიდან ალბათ, არ ვიცი, ზუსტად ვერ გეტყვით. სხვადასხვა ერის წახნაგოვანი სიტყვები და მისცა თვისებური ეშხი და მზეოსნობა. აი თვითონ წინადადების წყობაც კი აი უკვე როგორ ვთქვათ, გენეტიკურად გადაჭრილი ვარ პირადად მე, ხო? აი ეს წარმოვიდგინეთ ესე მეტყველებდნენ მაშინ, ხო? თანდათანობით ეს სიტყვები იმდენად შეცვლილა და ხშირად ქართული გამოთქმისთვის ისე შნოიანად გაკეთებულა, რაკაის თქვა რა შნოიანად. ძალიან მომწონს, რომ ამ ლექსიკას ვერც სპარსელი, ვერც სხვა რომელიმე ერი მხოლოდ თავის საკუთრებად ვეღარ მიიჩნევს. აი ეს არის ძალიან საინტერესო მომენტი, რომ აი უკვე თავისასაც აღარ მიიჩნევენ და ამ დროს იქაც თითქოს განვითარება ხდება იმენის რაღაც მოდერნიზაცია. არ დაგვაუწყესო თბილისი ეს არ იყო უბრალოდ მოვლენა და უბრალოდ რაღაცა ქალაქი მარტო კეიფებისთვის და იმის კულტურული ცენტრი იყო მთელი ამიერკავკასიისთვის და ეხლა ეს ყველა მიცით უკვე აზია და ევროპის გასაფარს შუა მდებარეობთ, ხო? ეს სპარსელებიც კი უკვე ითვისებდნენ ამას, თვითონ თავიანთ ენებშიც კი ხმარობდნენ. ან კი რით არიან უშნონი არაბული სიტყვები ვეფხისტყაოსანში, მას რუსთაველის თხზულება დამცირებული იქნება არაბულისა და თათრული სიტყვების ხმარებისათვის. მართლა ძალიან ბევრია ნახმარი სიტყვა, ხო, ვეფხისტყაოსანში. ასე თქვა, შემოსული სიტყვები, ხო, არაბული, სპარსული. სხვადასხვა მოდგმისა და სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ძველი მოქალაქენი უმეტესწილად თბილისის განაპირა უბნებში ცხოვრობდნენ. აქ ესენი უახლოვდებოდნენ ერთმანეთს, სწავლობდნენ ერთმანეთის ენას და ამ მუდმივი ურთიერთობის ზეგავლენით თბილისის ქართული ენაც განსაკუთრებულ ინდივიდუალურ და კოლორიტულ ელფერს იღებდა. რა საინტერესოა რა. ეს ურთიერთი ზეგავლენა უფრო მეტად ძლიერდებოდა იმით, რომ თბილისი კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრი იყო. ეს უნდა გაითვალისწინოს კიდე რა, რომ თბილისის მარტო ეს არ არის კინტოები და შალახო და ესე ვთქვათ ეს რაღაცა ესეთი მარტო ბოჰემური მომენტები, ხო, ეს იყო უზარმაზარი პოლიტიკური ცენტრი რა, რომელიც სამწუხაროდ მიზეზებისგან გამოჩნდა დაუკარგეთ და იმედია რომ როდისმე ამას აღვადგინთ ახლა რა, აუცილებლად ეს უნდა მოხდეს ხო ადრე თუ გვიან. არამც თუ საქართველოს კვიდ მცხოვრებთათვის, არამედ გარეშეთათვისაც გავიხსენოთ ლეონტი მელიქსეთ-ბეგის მოხსენება. ქართულის ზეგავლენით თბილისის სომხურმა დიალექტმა ისეთი ფონეტიკური ნორმები შექმნა, რომ სამაგალითო გახდა თვით სომეხთათვისაც. იმდენად სამაგალითო, რომ სომეხთა ცნობილმა მწერალმა და პედაგოგმა, აც განსვენებულმა ღაზაროს აღაიანმა, სამწუხაროდ არ ვიცი ვინ არის ღაზაროს აღაიანი,
უნდა გამოვიკვლიო ესეც თუ ვინმე მიცით იქნება უმაწოდეთ ინფორმაცია. სომხური ბგერების შესახებ თავის 1874 წელს გამოცემულ წიგნში დასავლურ სომხებს, რომელთაც უყვართ ბგერების დამახინჯება, ურჩია მაგალითი აიღოთ ტფილელი სომხებიდან. რა კაი სიტყვა ტფილელი, რომელიც თავის მხრივ გაწვრთნილნი არიან, ეს სიტყვა გაწვრთნილნი. აი ეს წვრთნა, ეს ხო ენის მოსატეხია, ამას მე მგონი ქართულენოვანის გარდა ვერავინ ვერ იტყვის, ხო ეს წვრთნა. სუმიჭირდა ამის გამოთქმა რა, უნდა ვივარჯიშო. თავის მხრივ გაწვრთნილნი არიან ქართველების მიერ. აი რა საინტერესოა, გაწვრთნილნი არიან ქართველების მიერ. ხო, აქ ძალიან საინტერესო ის არის, არც მომსულია თავში, არც შევხვედრია, რომ სფირიდონ ჩიტორელიძე, რადგან სერია იშაშვილი აღნიშნავს, მე მგონი ნიშანდობლივია. სფირიდონ ჩიტორელიძე იყო ფსევდონიმი არა ილიას. ესე იგი ეგონათ, რომ სფირიდონ ჩიტორელიძის ფსევდონიმით წერდა ილია ჭავჭავაძე. გაირკვა, რომ როგორც ქართული წიგნის გამომწვევლობა ესე ფიქრობდა. გაირკვა, რომ ეს ყოფილა იმდროინდელი მოღვაწე მიხეილ ზაალიზე ყიფიანის ფსევდონიმი. აი ესეც საინტერესოა რა. ძალიან საინტერესო რაღაცეებია. მოვიგონოთ აგრეთვე თურას ამბობს ვახუშტი თავის გეოგრაფიაში თბილისის მოსახლეობის შესახებ. თბილისის მსახლობელნი, აი მოსახლენი მე ვიტყოდი, ხო, აი არ არის გამჟდარი რა და როგორ მინდა რომ რაღაცნაირად გავითავისო. მე სხვა შორის მოვესწარე კიდევაც მახსოვს აი დიდი ბებიების და ბაბუების გაზრდილი ვარ და ისეთი როგორ ვთქვი მულტი კულტურული თბილისი მახსოვს, იმიტომ რომ აულაბაშიც მიწევდა ყოფნა, რა ვიცი საბურთალოზე, ვაკეში, ვერაზე და მე მახსოვს აი ესეთი მეტყველება კიდე მახსოვს რა, ეს ძველი თბილისური რა. ძალიან ლამაზ და სხვანაირი მოქნილი და სხვანაირი ლო, ის არის ლო რომ ამბობენ, ლო რაღაცა რაღაც სხვანაირი იყო კიდე, რომელიც ერთი-ორთან შემიმჩნევია კიდე, რომ კიდე შენარჩუნებული აქვს ეს ლო, ავად სახსენებელი ბევრისთვის. ასე იგი ხო, პეტრე მირიანაშვილი ილიას ივერიაში წერდა ესე, საზოგადოდ ქალაქელი სომხობა და მასთან ქართველობაც კიდე ლაპარაკობს ისეთ ქართულს, რომ გულდასმით დამკვირვებელი არაერთ ძვირფას სიტყვასა და სიტყვის საქცევს უპოვის. აი სიტყვის საქცევს უპოვის, აი არ უნდა თარგმანი რა თითქოს აი ეს საქცევს უპოვის თუ აი ეცეკვება რა, ეცეკვება აზრს, გამოთქმის აზრს რა. თქმა არ უნდა ქალაქი ფთხილისა და ხელოვანის მუშაკის მომლოდინე ჩვენი ენის საუნჯეს მრავალ ობოლ მარგალიტს შესცენს. მხოლოდ მეტისმეტად საჭიროა ფეხი მოეკიდოს ჩვენს მწერლობაში, მისმა მოხდენილმა და შნოიანმა საუბრის კილო, რომელიც ღირსია ამ პატივისა, როგორც ჩვენი მოქალაქეობრივის ცხოვრების სათავეში მდგომი და თუ ეს პატივი არ ვაღირსეთ, ქალაქი ვერ ითავადებს. პირადად მე, როგორც აღმოსავლური ცნობელობის თანამოინახეს ეს გრიშაშვილი ამბობს, მიყვარს ეს თბილისური ჯიშიანი სიტყვები. გიჟდები, აი როგორ ვთქვა, აი ეს ჯიშიანი სიტყვა რა, მართლა ეს რაღაცა მადას აღმიძრავს რა. თბილისური სიტყვა და გამოთქმა თავისი მოცულობით და სპეციფიური ვითარებით მეტად ხმოვანია და ლეგენდარული. ამიტომ არის რომ ამ ენის კრიალოსანს არფანტავ ონავარ ხელით ყოველივე გამოთქმას სათუთად ველოლიავები ვიჭერ ყოველივე ცალკეულ სიტყვას და სხვავ იქ, ანუ არც უნდა ამას თარგმანი და განმარტება ეგზნობ რა, აი ეს სულიერი ლინგვისტური კავშირი, აი რაღაც სასწაულია. სადაც მისი ბადალი სიტყვა არ მოგვეპოვება. სხვავ იქ, სადაც მისი ბადალი სიტყვა არ მოგვეპოვება. როცა ზოგიერთ რუსული სიტყვისთვის სხვა სიტყვა ვერ შემიფარდებია, მიუმართავ ხოლმე ჩემს ლექსიკონს. თბილისის ქართული ლექსიკა და გამოთქმაც მზად არის. აი ეს ვერსად ვერ ვიპოვე მეგობრებო რა. აი თბილისის ქართული ლექსიკა სადმე შეიძლება იყოს, ესე იგი ეს წიგნი არსებობდა. ნამდვილად არის სადღაც. მე არ მაქვს და რა საინტერესო იქნება წარმოიდგინეთ რა, რაღაც ასწაული იქნება. აქ ჩამონათვალი მაგალითად, აი მაგალითად როგორ იყო ჩაროზი, ეს იცით დესერტი სიტყვები, სარუყუფი, სათლი, იცით რაც არის, ვედროს ეძახდა ხო? თამასა ყოფილა რეიკა რო ამბობენ, შიმშა ლინეიკა, ეს რუსული იმპერიის პერიოდში
შემოსული ისენი, რა ქვია, სახელები ალბათ, ხო? ორთომელი, ბაკალი ყოფილა, ლუდივისაც გვიყვარს, ესე იგი, აწი ორთომელით უნდა დავლიოთ. ძალიან საინტერესოა, ორთომელი. ასე რომ მიმართავ ჩემი ლუდის მოყვარულ დევებს, ეს ცალკე ისტორია სხვათა შორის, ლუდის მოყვარული დევები არის საქართველოს მითოლოგიაში. ცალკე ის არის ეგეთი მოდგმა იყო, რომელიც აი ეს ლუდს იპარავდნენ რა. და თუ არ ვშტები ერთ-ერთი ის იყო ის ეშინოდათ მაგ დევებს და თავი რო წააგდებინა სიკვდილის წინ მაინც თავი ჩავარდნილა იმ ლუდის იმაში, კასში თუ რაღაცა. ესე იგი უყვარდათ. თუ გავხსნილ ის მე რაიმე ეგეთ პაპს ან უთხანას დავარქმევ ლუდის მოყვარულად დევებს. ლუდის მოყვარულ დევებს მოყვარულა არა. ნიაზი ყოფილა ინტერესი. მაგალითად ჯალაშა მარლას რო ეძახით. ლეილა ყოფილა ჟასმინი, ნარაჯი ყოფილა კამპოტი. ესე იგი რა საინტერესო მუმბარაკი ყოფილა როგორ არის აი ახლა თუ დასახლდები რა ზეიმობ. სალთი, აი უცოლშვილო. როგორ ვთქვა? უცოლო კაცი რა. ხო, აი ესეთი საინტერესო რაღაცები. აი მე ძალიან ვერთობი და ყვებავს ეს რაღაცნაირად და იმედია თქვენს ასეთი განწყობა გექნებათ და თქვენი დამოკიდებულება გაგიჩნდებათ. თბილისის ეგრეთ წოდებული ყარაჩოღული სიტყვები, რომლითაც ჩვენი ძველები ლაპარაკობდნენ და ამჟამად არც ახალი მწერლების ნაწერებიდანაა განტვირთული, არის ქართული ენის შემადგენელი ნაწილები. მისი ჯიგარია არა გარმიანული სიტყვები. მეცაც გეტყვი, ზოგი სიტყვა თბილისში უფრო შენახულია ვიდრე საქართველოს რომელიმე სხვა კუთხეში. ამიტომ თბილისური ლექსიკური მასალაც რომ იყოს გამოყენებული სალიტერატურო ქართულისთვის, მაშინ ეს სალიტერატურო ქართული უფრო მოგებული დარჩებოდა. მაგ ლიტერატურაზე მიდის საუბარი, როგორ უნდა მოხდეს და განვითარებულიყო და აქ არის ერთი საინტერესო რაც მინდოდა უფრო ამისთვის აკეთკენ მიმყავდა, შეიძლება თქოს ყოველ გამიგზელდა ცოტა თუ გძელი არის ეს ჩემი ვიდეოები უნდა მითხრათ და შემიძლია შევამოკლო მაშინ უფრო ან დავჭრა და ეს ერთიანად ასე ვთქვათ არ მივაყარო ინტერნეტ სივრცეს, ხო? აი, ეხლა ეს ესე მაგონდება რიშ ბაბას, ანუ ალექსანდრე სარაჯიშვილის პატარა მოხდენილი წერილი. აი ეს უნდა გავისწვალისწინოთ, ხო, აი რიშ ბაბა დაიმახსოვრეთ, ეს არის ალექსანდრე სარაჯიშვილი, ხო? მოგეხსენება თვინც არის, ეხლა განვავრცობ ესე. წმინდა ქართული თვითონ ჩანაწერია, ფილოლოგიური ტრაქტატი. აი რა საინტერესოა. აი ნახეთ ეხლა როგორ გავს დღევანდელ უკვე მე სულ ამბობ რა, ადრე ბედნიერი უკვე ვიყავ, აწი ჰეფნიერი ვარ მეთქი ვამბობ, ხო, ეს ბედნიერი. ეხლა ძალიან ესეთი ლინგვისტური, ესე თქვა, წყალში ექსპანსია ინგლისურის, ხო, მაშინ რა ხდებოდა? არაფერი ახალი თბილისის ცის ქვეშ. ვინ არჩივის ეხლა ქართული ენის წახდენას? ხო, ეს არის რომელი წლები მოგეხსენებათ. აი ზუსტად თითქოს ეთქვევა რა, იქაც საუკუნის აი დასაწყისი, აი ზუსტად რაც ხდება. წავიდა აღარ ისვის წმინდა ქართული, ტყვილი ქართული. ვისი ბრალია ემდურიან მეტადრე ჩვენს მწერლებს. ყველაზე მეტად მაგად გარყვნეს ენაო. დიახ, სამართლიანი საყვედურია, რადგან ქართველი მწერლისთვის ქართული სოდა სავალდებულო როდია. მაგრამ ენის წახდენაში მწერლების გარდა დიდი ბრალი აქვს ჩვენს ვაჭრებსაც, რომელთაც რუსული სიტყვების ხმარება განათლება ჰქონიათ. გეცნობათ არა სიტუაცია რა. შეხედეთ, აი რამე სხვაობა თუ იყოს. ამას წინათ ერთმა ვაჭარმა ასეთი ამბავი მიამბო. ერთს მანუფაქტურის მაღაზიაში შევიდა ჩვენი პრისტავი და საროჭკები იკითხა. აი ნახეთ ეხლა რა უკვე როგორ მოდაში შემოვიდა, დღეს ხო არის ლოკაცია, რაღაცები, რა ვიცი, BMW და რაღაცებს ხო ამბობენ, ავთენტური. რა საროჭკები გნებავთო? კითხა კუპეცამა. ეს კუპეც იგივე ვაჭარი, კუპეცამა უკვე გადაკეთდა. პლატინიანი თუ შოლკოვი. მოგეხსენე შოლკი აბრეშუმია, ხო? მე ნეჟნად გაზრდილი არა ვარ. სიტცეზედაც საღალსანი ვარო. ეს არ ვიცი რას ნიშნავს სიტცეზედაც. სიცეც არ ვიცი ეს იქნება თქვენი მიხვდეთ რას ნიშნავს. ჩამოიღო პრიკაშიკამა პოლკიდან ერთი პაჩკა საროჭკა და დაუწყო პრილავკაზეთ. პრისტავმა გადაარჩია 4 საროჭკა სხვადასხვა ფერისა, ლილოვი, გალუბოვი, კარიჩნივი და სირენევი. ნუ ეს მოგეხსენებათ, ხო? ეს რაღაც გავსებებია. ბუმაგაში გაახვევინა და ჩაიდო ვეშჩებით გატენილ საკვირიაში.
სხვა ხომ არა გნებავთ რა, კითხა კუპეწმა. Novomodni საიუკე შეშტანოი მატერიები მაქვს. Სუკონო, ლიონსკი ბარხატი, ფაი ბადუშკი საპირე, ბურსო ნაირნაირი შოლკოვი მატერიები. აჰა. არც რაც არა, მოიცერაო? უკაცრავად. არა, რაც მინდოდა სხვისგან ვიყიდეო, უპასუხა პრისტავმა. საროჭკებში რა უნდა მოგცე? კუპეწმა ჩოტკში ჩააგდო, ანუ დათვალა რა, კალკულატორში. თითოში 2 რუბლი 30 სუმა 9 რუბლი 20 კაპეიქს იზამს. იქრა პრისტავმა კარმანზე თხელი და გროშ კაპეიკი არ აღმოაჩნდა. პორტმანი შინ დავიწყებოდა. უკაცრავად ნალიჩნი თან არ ამქონია და ჩემზე იყოს ნალიჩნი დღევანდელი ქეში, ხო, რას ვამბობ. ისე საინტერესო იქნება რა, ეს ინგლისური იმითი ვთარგმნოთ ეხლა რა. დავამატოთ რა. მოდა. თქვენისთან აკუპატელს კრედიტი კი არა, დარომაც რომ ვინებოს უაჟენიას ვუზამთო, უთხრა კუპეწმა. დარომაც ანუ ისეცო რა. ძალიან მეწყინა ნაციონალის ასეთი შებრალვა ქართულის ენისა. დამახსოვდა ეს უშნონა ამბობი და სიტყვით ჩავიწერე. ჯაური მინდოდა. იგივე ჯაური მინდოდა მეყარ. ჯაური მომდიოდა. ნუ თუ რუსთაველის ენა ისეთი ღარიბი ყოფილა რომ ერთი უბრალო ამბის თქმა ვერ მოგვიხერხებია თუ რუსული სიტყვები არ ჩაურთეთ. ავიღე ამ ვაჭრის ნაამბობი, გადმოვაქართულე და რაც რუსულის მაგიერ ქართული სიტყვა ვიხმარე, იმას ხაზი გავუსვი. აი რა გამოვიდა. აი როგორ გამოდის ეხა ქართულად. ნახეთ რა საინტერესო ვითარდება. ერთს ფარჩეულობის დუქანში შევიდა ჩვენი ბოქაული და პერანგები იკითხა. რა პერანგები გნებავთ? კითხა ვაჭარმა ტილოსი თუ აბრეშუმისა. მე აზიზად არ ვარ გაზრდილი. ჩითისას ვიყავებ. ჩამოიღო ნოქარმა ყაფაზიდან ერთი დასტა პერანგი და დაუწყო დასგაზეთ. ბოქაულმა გადაარჩია 4 პერანგი და სხვადასხვა ფერისა, სოსანი, ლაჟვარდი, მიხაკისა და იასამნის ფერისა. ქახალში გაახვევინა და ჩაიდო ბარგით გატენის ხურჯინში. სხვა რამ არ აგნებავთ რა, კითხა დახლიდარმა. ახლა შემოღებული საკაბე შალები მაქვს, მაუდი, ხავერდი, დარაია, ბალიშის საპირე, ყანაოზი, ეს არ ვიცი რა არის, ნაირნაირი ფარჩები. არა, რაც მინდოდა სხვისგან ვიყიდეო, უპასუხა ბოქაულმა, ანუ პრისტავი ბოქაულია. ნახოთ ეხლა რა საინტერესოა. პერანგებში რა უნდა მოგცეთ? ვაჭარმაც იანგარიშა, თითოში 2 მანეთი და 6 შაური ჯამი, 9 მანეთსა და 1 აბას იზამსო. იქრა ბოქაულმა ჯიბეზე თხერი და ფული არ გამოაჩნდა, შინ დავიწყებოდა. უკაცრავად ნაღდი თან არ ამქონია და ჩემზე იყოსო. თქვენისთან ამ მუშტარს ნისიად კი არა მუქთადა და წრომინებოს ხატს უზამთო. მიუგო სოუდაგარმა. აი სოუდაგარი ყოფილა კუპეცი. ჩემი საყვარელი სიტყვა არის სოუდაგარიაც ვეძახი დღევანდელ საერთოდ სამყაროს აი ეს სოუდაგარიატი მოქმედებს და რო გითხრათ რომ რამენაირად მე მაღიზიანებს სასაშილად და გეცხედავთ რა მდგომარეობაა მთელს დედამიწაზე, ხო? ეს ხომ წმინდა ქართულია, თქვი ჩემს გულში, ნახეთ ეხლა რა მაგარია. მაგრამ ვაი შენს წერს მე რომ მომივიდა, როცა ხაზგასმული სიტყვები გადავათვალიერე, სულ თათრული, სპარსული, არაბული, სომხური და ლათინური გამოდგა. მაშინ ისღა წმინდა ქართული ყოფილა ჩემი გადმოქართულებული. თურმე წმინდა ქართული არც გვაქვს და არც გქონია. და აი გაიხაროს ჩვენმა მტერმა, რომელსაც გონია, ვითომ ენის სიწმინდე თავისებური სიტყვებია და არა თავისებური სინტაქსი. აი ძალიან საინტერესოა, ანუ ეს სინტაქსი. ამაზე მინდა ცალკე მოვიწვიო არაჩვეულებრივი ჩემი მეგობარი, დავასახელებ მოგვიანებით. და ამასთან დაკავშირებით აი ეს ენობრივ თავისებურ სინტაქსზე რომ ვისაუბროთ, ეს ეხა ცოტა ისეთია, ხო? და აი გაიხაროს ჩვენმა მტერმა, რომელსაც გონია, ვითომ ენის სიწმინდე თავისებური სიტყვებია და არა თავისებური სინტაქსი. აი ამ სინტაქსზე აუცილებლად გავაკეთებ ერთ პოდკასტს, აუცილებლად მარტო არა, უკვე ჩემზე ისეთი კომპეტენტური და ძალიან საინტერესო პიროვნებას მოვიწვევ აუცილებლად. აი ესეთი იყო დღევანდელი ნაწილი ტიფლისის, ისე ვთქვათ, ლინგვისტური ექსკურსია რა.